თავარის ინფორმაციით ზემო ფონიჭალაში ქმარმა ცოლი მოკლა, ინფორმაციას ადგილობრივი გვაწვდის. მისი თქმით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, კაცმა კი გაქცევა მოახერხა. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციელები, მთავარი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა, მიზეზი არაერთი სახის დარღვევა აღმოჩნდა. ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის ფსიქოტროპული საშუალებები, გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები. პუტინს არ უნდა ჰქონდეს ილუზიები, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეიძლება გაკრეს. ჩვენ ვრჩებით უკრაინის მეორე უმსხვილესი პარტნიორი მსოფლიოში და უდიდესი ევროპაში, განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა. ლარს კლინგბეილი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ხანგრძლივი მშვიდობისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. კანადა უკრაინას $700 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით დახმარების პაკეტი დრონებს, საბრძოლო მასალებსა და ჯავშან ტექნიკას მოიცავს.